თქვენი აზრით რას უკავშირდება ბათუმში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა? ფაქტი ის არის, რომ სამწუხაროდ ჩვენი თმოთ ქართველები ემიგრაციაში მიდიან და რუსები მოდიან. ჩემ კორპუსშიც მაგალითად რუსი უფრო ბევრია ვიდრე სხვა. ცოტა არ არის ასიამოვნო მაინც. ზრდის ძირითადად საფუძველი არის ის, რომ რუსები შემოდიან უფრო ქვეყანაში, რუსეთის მოქალაქეები. უცხოელები უფრო რუსები, იმიტომ რომ გონიათ რომ უსაფრთხოდ არიან, რადგან პროცესის მიხედვით უფრო რაღაც გრძნობენ თავს, რომ არავინ არ განდევნეს. არიან შვიდად. რუსულ ენაზე ესაუბრებიან ასევე ყველგან სახელმწიფო უწყებებში. აღარ ვესაუბრები. უკრაინელებს კი, რადგან რაღაც მაინც მათ მიმართ სოლიდარობა გამაჩნია, მაგრამ ძალიან ნაწყენი ვარ რუსებზე და ზოგადად მათზე. ამათ ცდილობენ ეს რუსები ისწავლონ ქართული ენა. კი, ცდილობენ, არ ცდილობენ არაფერს. პირიქით უფრო შენესაუბრო მათ ენაზე. და მხოლოდ რაღაც შემოიფარგლებიან, რადგან რაღაც მანიპულირებენ გამარჯვებათ, თუ რაღაც ამით იმაშვებიან, გულს იგებენ, მაგრამ არ ამგონია. ქართველების 90% დღეს რომ ბედნიერი იყოს მაგათით და მთელი ცხოვრება მაგათ დაპყრობაში ვარ.